Saakashvilis ბრალდების მორიგი ეპიზოდი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მოსამართლე განაჩენს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. Saakashvilთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშიაც. დღეს ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვები წარმოთქვეს, მოსამართლე კი სათათბიროდ გავიდა. პროკურატურა გამამტყუნებელ განაჩენს აულდება და განმარტავს, რომ დანაშაული არაერთი მტკიცებულებით დასტურდება. ბრალდებულები კი პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობენ. 9 მილიონი ლარის გაფლანგვაზეა საუბარი, მუხლი, რომლითაც Saakashvils ედავებიან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მისი მიხედულებისა და ვილაცაც პირად საჭიროებს ყველა ქვეყანაში არგუმენტებს პროგრესი პრეზიდენტის კულტურის ხარჯები იფარება სახელმწიფოს მიერ აკონტროლებს რა გემურალ პატრონსაბრო დაავადებოდა პატრონი ტელევიზიურ ზოგიერთი ჩარევას სამიათას არის ვარიანტი ხებას პრეზიდენტმა უმაღლეს მთავარსარდალმა გამოცე განკარგულება, რომელიც სავალდებულო იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლების, რა ქვია, სავალდებულო იყო შესასრულებლად. ეს ჯგუფი ჩაითვალა დანაშაულებრივ ჯგუფად და ალბათ იმიტომ რომ ჯგუფური დანაშაული ყოფილიყო და უფრო მძიმე მუხლი ყოფილიყო, ამიტომ დაარქვეს ამას ჯგუფურად. მე ველოდები მხოლოდ გამომართლებელ განაჩენს, იმიტომ რომ აქ დანაშაული ჩადენილი არ აქვს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს. იგივე სახის განკარგულებებს ასრულებდნენ ჩემს მერეც, ვიცი, იგივე მიხეილ სააკაშვილი 2013 წელს იყო პრეზიდენტი და მაშინაც სრულდებოდა აბსოლუტურად ანალოგიური განკარგულება. ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული შერჩევითი მართლმსაჯულების საქმე. ამ საქმეში ობიექტური განსჯის პირობებში ბუნებრივია უნდა დადგეს გამომართლებელი განაჩენი, თუმცა ყველას კარგად გვესმის, რომ დღესდღეობით სასამართლო სისტემა იმართება პოლიტიკური დაკვეთებით, შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილება დამოკიდებულია თუ რა შეკვეთა წამოვა ხელისუფლების მხრიდან. ბრალდების ხარის მიერ სასამართლოს ხდომაზე წარდგენილი იქნა ერთობლივი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებენ ბრალდებას. ბრალდების მხარეს აქვს გონივრული მოლოდინი იმისა, რომ დადგება გამომტყუნებელი განაჩენი. ჩვენ წარვადგინეთ მოწმეთა ჩვენებები, დოკუმენტური მტკიცებულებები, პატაკებისა და ზუსტად არის აღწერილი ყველა ის დანახარჯი, რაც ბრალდებულების მიერ არამიზნობრივად გაიხარჯა 2009-2013 წელს.